ათანხმებს თუ არა ოფიციალური თბილისი de facto რეალურად, მაგრამ ოფიციალური თბილისი დავარქვათ ერთ წუთს. მოკლედ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება უკლებლივ ყველაფერს რუსეთთან, მოსკოვთან, კრემლთან, FSB-სთან, უშუალოდ პუტინთან, პუტინის გარემოცვის, აი მრჩევლებთან, გარემოცვის წევრებთან ასე მაგალითად. ამის დამტკიცება ძალიან რთულია. არ ვკამათობ. ეს საბოლოო ჯამში არის ჩვენი ვერსიები. დოკუმენტი როგორც ასეთი ხელში ჩვენ არ გვიჭირავს იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი იქნება თუ ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე თუ მამუკა მდინარაძე, ყაველაშვილი თუ რომელიმე ვინ გინდა რა დეპუტატი გამოდის კი არა, კონტაქტება FSB-ს, ივანოვს, პეტროვს, სიდოროვს და მათგან იღებს ინსტრუქციებს, ბოდიში პაპუაშვილი არ დამავიწყდეს აბასობაში ეს FSB-შნიკთა შორის ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით FSB-შნიკი. ძალიან რთულია გითხარით. მაგრამ ხანდახან რუსები თავად გაგიკვირდებათ და თავად გაყიდიან ხოლმე თავიანთ პარტნიორებს საქართველოს de facto ხელისუფლების წარმომადგენლებს. სრულიად შემთხვევით მე წავაწყდი 15-17 საათის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ეხლა არ მინდა რომ დავკარგო, ბოდიში ვიხდი, բայց секция интересов России при посольстве Швейцарии в Грузии, ანუ შვეიცარიის რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საქართველოში არსებულ საელჩოსთან და არ დამეკარგოს, კარგი არ ვარ დამეკარგა. და მე ჩაგიკითხავთ, რას ავცელებს 15-17 საათის წინ ეს უწყება თუ ეს დიპლომატიური მისია. აი ინფორმაციას ავცელებს. შესავალი. რუსულად წავიკითხავთ, თან თარგმნე. Из брифинга официального представителя МИД России Марии Захаровой. ესე იგი, მარია ზახაროვას ბრიფინგიდან ნაკვესები ამონარიდებიო, აი ეს ნაკახპარი როა ჩემი მოსაზრებით, აი ესეთ შეფასება აცხადია საბოლოო ჯამში მისი პირადი ცხოვრება, ამით უფრო სექსუალური, არ მაინტერესებდა და არ დამაინტერესებს. ასე ვაფასებ, ასე ვაკნინებ თუ გნებავთ, არ მერიდება. ასე ვაკნინებ მარია ზახაროვას, მის უფროს ნაჩალნიკ ლავროვსაც სხვაგვარად, მაგრამ ვაკნინებ თუ გნებავთ, ვიტყვი როგორ ვაკნინებ, ხო? ნაჩათ ლახარი მეთქი ასე მას. ეს კიდე ნაკახპარი. Вопрос. ნახეთ, ვიღაც ქართველი ეკითხება ამგვარ რამეს. რუსულად. К сожалению, последние 35 лет моя родина, სამწუხაროდ ბოლო 35 წელიწადია ჩემი სამშობლო, Грузия, სამშობლო საქართველო, находится под гнетом западного влияния. დასავლეთის გავლენის ქვეშ არის. Официальный Тбилиси регулярно подвергается критике со стороны США. Официальный Тбилис регулярно закритикებს შეერთებული შტატები и Евросоюза, Еврокავშირი за недостаточно жесткую. იმისათვის რომ თბილისს აქვს არასაკმარისად მკვეთრი თუ მკაცრკვეთრი позицию по отношению к России, русეთთან მიმართებაში. Как в МИД России оценивают способность действующих в России и Грузии противостоять этому давлению. საგარეო საქმეთა უწყება რუსეთისა როგორ აფასებს, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, შეეწინააღმდეგოს ამ ზეწოლას, გაუძლოს და შეეწინააღმდეგოს ამ ზეწოლას. И на какую поддержку да ромел ხარდაჭერას могут рассчитывать от России власти და საქართველოს ხელისუფლება რა სახის ხარდაჭერას უნდა ელოდოს რუსეთის ხელისუფლებისაგან. კითხვა არის თავისთავად კოლაბორანტული, ქართველის მიერ დასული, იმიტომ რომ ყიდის ავტორი კი არ არის მითითებული, მაგრამ მაინც ჩანს რომ ქართველის მიერ დასულია ეს კითხვა, იმიტომ რომ за последние 35 лет моя родина, ჩემი სამშობლო რო გრუზიაო. თუმცა კაკი გითხარით რომ ავტორის გვარსახელი არ ვიცით, ვინმე ქართულენოვანი და ქართულგვარიანი რუსი იქნება უთუოდ და უსათუოდ. არ გამომრიცხავ რომ ხელისუფლებასთან მყოფი პირიც, მაგრამ არ ვერ დავასახელებ. მოკლედ კოლექტიური ზარქუა იდეაში ზარქუიზმის თუ ასეთი რამ არსებობს წარმომადგენელი. აი ეს ნაკახპარი მარია ზახაროვა ამბობს, პასუხობს.
Вновь позволю себе в ходе брифинга вернуться к цитатам президента России ВВП. Თავისუფლებას მივცემ ამ ბრიფინგის დროს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმირიჩ პუტინის ციტატებს, სიტყვებს. Но уже не на PMEF 26, ანუ პეტერბურგში международный экономический форум. ამ შემთხვევაში გავიხსენებ არა იმდენად ესე იგი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 2026 წელს პუტინის მიერ წარმოთქმულ სიტყვებსო. Но уже на PMF но уже გასავად ნუ შეიძლება პრეზიდენტ России но уже не а в Астане არამედ ასტანაშიო 2000 აი აქ მიაქციეთ ყურადღება რა თარიღს ასახელებს Мария Захарова, нахит раз амбобс. Но уже не на а в Астане 28 ноября 24 года. 28 ნოემბერს 2024 წლის 28 ნოემბერს რა თქვა პრეზიდენტმა პუტინმა ამას გავიხსენებ. Он в ходе пресс-конференции заявил, что можно только удивляться мужеству и характеру грузинских властей. კონფერენციის დროს მან განაცხადა, რომ გასაკვირიაო თვისებები და მუჟესტვა როგორ არის გულადობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა, которые они проявили для того, რომელების მათ გამოიჩინეს იმის გამო, чтобы отстоять свою точку зрения, რომ დაიცვან საკუთარი პოზიცია. И не позволить Западу вмешиваться в дела своей страны. და არ მისცეს დასავლეთს ამ საკუთარი ქვეყნის საქმეებში ჩარევის უფლება. ეს ციტატა გრძელდება მარია захаровას ამ ქალის და თქვენის ნებართვით არ წავეკითხავთ, არც ამას არ გაგაცნობ. Мы с пониманием воспринимаем попытки Тбилиси покончить всегда там извне, ну რაღაც და ასე შემდეგ. არ წავეკითხავ. ისევ იმ ციტატას მიუბრუნდები, როცა გაყიდა მარია захаровამ ხსენებული საქართველოს ხელისუფლება ერთი წამოცდენით და უფრო ზუსტი რომ იყო თარიღის დასახელებით. მიაღწიეთ ყურადღება, მარია захаროვა იხსენებს 2024 წლის 28 ნოემბერს. 2024 წლის 28 ნოემბერს შუა დღისას საქართველოში თბილისში ბრიფინგზე გამობრძანდა პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე და ბრძანა ის რაც ბრძანა. ის გამოც დაიწყო ეს უკვე 10 უკვე 560 დღიანი და დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი 560 დღე თუ არა ერთი 280 დღე მაინც ვიდგებით ქუჩაში და მივახცევთ გაბანშებას დაიწყო ის პროტესტი, რა პროტესტსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველდღიურად. თქვა ირაკლი კობახიძემ სწორედ 28 ნოემბერს თქვა რომ საქართველოს ევროკავშირისკენ აღარ წაიწევს წინ, არანაირ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე არ შეიტანს. საქართველოს შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე ეს ფორმალურად ნათქვამია, რეალურად სამუდამოდ შეაჩერა კი და დაასრულა. თბილისი ევროკავშირს აღარასოდეს მიუბრუნდება ყოველი შემდგომი დღე, ეს 560 დღეა პრაქტიკულად გასული თუ მეტი არა, მადასტურებელია ყოველი შემდგომი განცხადება, მადასტურებელია რომ ესენი არა თუ გაგრძელებას არაპირებენ თუნდაც 28 წლიდან, არამედ შესაძლებლობისთანავე იტყვიან რომ ჩვენ სამუდამოდ დავასრულეთ ურთიერთობა ევროკავშირთან, არ გვინდა ასეთი ევროკავშირი. ირაკლი კობახიძე მაგ იგითხარით არ იძებნება ზუსტად რომელ საათზე, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა. მე ვიყავი 28 ნოემბერს ქუჩაში გამოსული ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც რუსთაველზე გავარდა, უკვე საღამო ხანი იყო, შესაბამისად ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა დაახლოებით საღამოს 5 საათზე, 6 საათზე, 4 საათზე შესაძლოა. მალევე შეიკრიბა საზოგადოება რუსთაველის გამზირზე. ამიტომაც და მაგაი მალევე შეიკრიბა და მეც ვიყავი ერთ-ერთი ვინც მოუწოდა საზოგადოებას აბა გავიდეთ ახლა ქუჩაში მეთქი, თქვი მაშინ სოფო ხუნწარია გაიხსენებს და დაბეთახმება, ცირა ელისაშვილი, სხვები და სხვები ჩემი მეგობრები ისინი დამხვდნენ რუსთაველის გამზირზე. მე ავტომანქანაში ვიჯექი ჩემ ავტომობილს მართავდი და პირდაპირ მნიშვნელობით ვიგინებოდი ზურა ჭიაბერაშვილი დაბეთახმება, ნახეო მითხრა ეს ვიდეო და მე უკვე ამაზე ბევრს ხალისობთ ხოლმე და ზურა
მე პირდაპირ მნიშვნელობით ვიგინებოდი და დაგინებას ვაკეთებდი. ვინც არ გამოვიდეს ჩვენი მომხრეებიდან ქუჩაში, მე იმის 100-ს და 100-ს მეთქი არ მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობა ამიტომ შეიკრიბა, მაგრამ ერთი 5 კაცი, ან 10 კაცი ამის გამოც გამოვიდა და დარწმუნებული ვარ. საღამოს 5-6 საათია სულ მაქსიმუმ შესაძლოა 4 ან 5 საათი. ეს არის აკითხარით ნოემბრის თვეა, ადრე ბნელდება და ესეც უნდა ვთქვა. მაგრამ საბაგიროთ მე დავსერჩე, რომელ საათზე გამოვიდა სიტყვით. ამ სიტყვით ასტანაში პრეზიდენტი პუტინი. შლეგი ლიდერი საქართველოს თავარი მტერი თუ ესე ქვეყანაზე არ ვილაპარაკებ და პერსონებზე ვილაპარაკებ, რასაკვირველია ქვეყნის, იმ ქვეყნის თავარი მტერი, თავარი ლიდერი, რომელი ქვეყანას არის ჩვენი მტერი და ეს პიროვნება კიდევ უფრო დიდი მტერია, ვიდრე ზოგადად რუსეთზე რომ არ ვილაპარაკოთ. პრეზიდენტი პუტინი ასტანაში გამოვიდა, სადაც უფრო ადრე თენდება, ეგრე მაგის პასუხია. პრეზიდენტი პუტინი გამოვიდა ასტანაში თბილისის დროით. დღის 2 საათზე პრესკონფერენციაზე და აკითხარით წარმოთქვა ეს სიტყვები. მარია ზახაროვა ამბობს, მე არაფერი არ მithქვს. 28 სწორედ ამ დღეს 28 ноября 24 წლისა პრეზიდენტმა პუტინმა თქვა: "Только удивляться мужеству, что можно только удивляться мужеству и характеру грузинских властей. ჩვენ გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ხასიათითა და გულადობით, которые они проявили для того, რომელებიც მათ გამოავლინეს მაშინ და იმის გამო, რომ отстоять свою точку зрения, რომ დაიცვან საკუთარი აზრი, и не позволить Западу და არ მისცენ დასავლეთს უფლება вмешиваться в дела своей страны." შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. შემთხვევით გამოდის პრეზიდენტი პუტინი 28 ნოემბერს დღის 2 საათზე თბილისის დროით და შემთხვევით გამოდის იმავე დღეს პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე. რასაკვირველია, არა. ეს ყველაფერი არის ერთი ჯარჭვის 2 რგოლი მინიმუმ. უბრალოდ რუსებს ხანდახანზე ხშირად ეს miscalculation-ი ემართებათ პუტინსაც იქ და კობახიძესაც აქ, პუტინსაც იქ და ივანიშვილსაც აქ. ეგონათ რომ ეს ყველაფერი იოლად გაივლიდა, შერჩებოდა ივანიშვილს, პროტესტი არ იქნებოდა. ადამიანები ქუჩაში არ გამოვიდოდნენ, წაფრად არ დაუპირისპირდებოდნენ. მაგრამ შემთხვევითი ეს ყველაფერი რასაკვირველი არ არის. კობახიძემ უკვე იცოდა, რომ პუტინმა 2 საათზე გამოსვლამდე, მის გამოსვლამდე დაახლოებით 3-4 საათით ადრე შეაქო საქართველოს ხელისუფლება. მეცაც გეტყვით, კობახიძემ არა მხოლოდ იცოდა, არამედ პუტინის დავალებით, სწორედ პუტინის სიტყვის შემდეგ, можно только удивляться характеру თუ мужеству грузинских властей, კობახიძემ პუტინის უშუალოდ პუტინის FSB-ს დავალებით გააკეთა ეს ჩანიშნა ეს ბრიფინგი ოდნავ მოგვიანებით და ამით ერთგვარად შეიკრა წრე და მარია ზახაროვა ნაკახპარმა რეალურად გაყიდა საქართველოს ხელისუფლება მათ შორის იმითაც რომ თარიღი პუტინის გამოსვლისა ღიად დაგვისახელა და გაგვახსენა. რატომ არ გამოვიდა კობახიძე 27-ში ან 29-ში? არა, სწორედ 28-ში უნდა ჩატარებულიყო ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და სპეცოპერაცია ასაკვირველია მოფიქრებული იყო პუტინის მიერ და FSB-ს მიერ და პუტინის საჯარო გამოსვლაც ამ სპეცოპერაციის ერთი და მნიშვნელოვანი ეპიზოდი, ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ვიცოდეთ მაინც. იმიტომ რომ ყველაფერი ისე შემთხვევით ერთმანეთს არ ემთხვევა. პუტინი კიდევ უფრო აღფრთოვანებული იქნება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით უკვე შემდგომ პერიოდში, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გადააგორებენ პირველ დარტყმებსა თუ ტალღებს, დარტყმების პირველ ტალღებს და ჩააცხრობენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პროტესტს, ჩააცხრობენ, მათ შორის გარკვეულზე მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღის გამოყენებით 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით. და დღეს და ახლა მარია ზახაროვა ნაკახპარი, მისი უფროსი ნაბოზვარი კალანტაროვ ლავროვი და სხვები, ოდიში ბოზი ლიტერატურული სიტყვა და კახბაც ლიტერატურული სიტყვა, მაინც და მაინც ნუ გაგიჟდებით ეხლა ჩივილით ან ჩემი შეურაცხყოფით. მოკლედ ლავროვიც, კალანტაროვი, ეს ზახაროვა, სხვების ყოველდღიურ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აქებენ ამ ხელისუფლებას, რომელმაც რეალურად რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი, რუსულად თქვათ, თუ გრევავთ
России, если удав ткват русского, Россия в Грузии не одержит, не сможет одержать победу. Это для некоторых представителей МИДа России, в том числе и для госпожи Захаровой, да, она должна знать, и не только она входит Захарова, она ведь матунда и грузинский народ никогда не сменится сапогом Российской Федерации на территории Грузии. Свободолюбивый грузинский народ, თავისუფლების მოყვარე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება, არ უნდა შევეგუოთ, ასე ვიტყვი. და ვამხილოთ უნდა ეს ქართულგვარიანი რუსი ბანდიტები, რომლებმაც აგე 28 ნოემბერს როცა პუტინი გამოვიდა იქიდან 2 საათში გვაჯახეს, რომ ევროკავშირი არ იქნება. იქნება. ევროკავშირი იქნება. საქართველოს იქნება. აი სად იქნება ივანიშვილი ამ დროს. ამას ვნახავთ. პერსონალურად მე მგონია, რომ უნდა იყოს საპატიმროში. მე ვიცი, რომ გწყინთ. ისიც ვიცი, რომ თქვენს ორგანშიც ივიწყალე. მოდის. ნახვამდის.